მოგესალმებით, მოვამზადოთ ვინეგრეტი. ეს არის ბოსტნეულის ძალიან გემრიელი სალათა. მოსამზადებლად დაგჭირდება მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე ხახვი და მწვანილები, ზეთი, მოხარშული ლობიო, მჟავე კიტრი ან კომბოსტოს მწნილი, ძმარი, მარილი პილპილი. ვინეგრეტის მოსამზადებლად იყენებენ წითელ ლობიოს, თუმცა მე გამოვიყენებ თეთრ ლობიოს. პირველ რიგში წინა დღეს ჩავალბოთ 200 გრამი ლობიო. დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ. მეორე დღეს წყალი გამოვუცვალოთ და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, წყალი გადავწუროთ და ლობიო დავტოვოთ საწურზე. შეგახსენებთ, რომ თუ ცოტა მაინც გეხმარებათ ჩვენი რეცეპტები, გამოიწეროთ არხი, ეს ჩვენ დიდ სტიმულს გვაძლევს შემდგომ მუშაობაში. განსაკუთრებით დიდი მადლობა იმათ, ვინც გვიყურებთ და სარგებლობთ ჩვენი რეცეპტებით. კარტოფილს და სტაფილოს ვხარშავთ ერთად. 5-6 კარტოფილს და 3-4 სტაფილოს დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ მოსახარშად. ცალკე ქვაფში 4 საშუალო ჭარხალი მოვხარშოთ ცალკე. მოხარშულ ბოსტნეულს დავასხათ ცივი წყალი და გავასუფთავოთ. დავჭირათ მწვანილები და მწვანე ხახვი. მჟავე კიტრი დავჭირათ კუბიკებად. კუბიკებად დავჭირათ ბოსტნეულიც, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო. კუბიკებად დაჭრილი ბოსტნეული მოვათავსოთ ღრმა თასში. აქვე ჩავყაროთ ლობიოც. დავაყაროთ დაჭრილი მწვანილები, მჟავე კიტრი. მოვასხათ მცენარეული ზეთი. ორი-სამი სუფრის კოვზი ძმარი, მარილი, პილპილი და ეს ბოსტნეული კარგად გადავურიოთ. სალათა ვინეგრეტი მზად არის. სუფრაზე მიტანამდე დავაყოვნოთ 30 წუთი მაინც, გემოები რომ გაუჯდეს ერთმანეთში. გამოდის ძალიან გემრიელი სალათა და ამავ დროს ძალიან მარგებელი. მე თქვენ ახლა დაგემშვიდობებით, ძალიან გამახარებ თუ რეცეპტი მოგეწონა და ვიდეოს დაალაიქებთ, ასევე გააზიარეთ ვიდეო, რომ თქვენმა მეგობრებმაც შეძლონ ამ რეცეპტით სარგებლობა, დაგვიკომენტარეთ, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ. კეთილი სურვილებით თქვენი გემრიელი ამბები.